მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. სწორედ მათი ხელშეწყობით ნადგურდებოდა უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები. 1921 წლის თებერვალში, როცა რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, მას ამ პერიოდს, რა თქმა უნდა, გარკვეული დაძაბულობა უძღოდა წინ თავად ერში. არ იყო ისე ჰარმონიული სიტუაცია, იყო ბრძოლა სხვადასხვა პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებს შორის. ეგზარქოს ევსევი ილინსკის განკარგულებით, წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთებიც. ხელნაწერები სასულიერო სასწავლებლის ეზოში ცეცხლს მისცეს. სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს დაევალა საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები გაენადგურებინა. დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან დაწვას გადაარჩინეს ერთი წიგნი, რომელიც სვანური მრავალთავის სახელითაა ცნობილი. მაშინაც იყო ესეთი დაძაბულობა და დაპირისპირება ერში. აი ასეთ სიტუაციაში აი საუნჯე, რომელიც ფაქტიურად წინასწარ ექვთიმე ტაყაიშვილმა, ნიკო მარმა, პავლე ინგოროყვამ რაღაცნაირად თავი შეუყარეს აი ამ საუნჯეს და სხვადასხვა манипуляციები ზოგი სასაფლაოებზე ჰქონდათ ჩამარხული, რომ მარადიორებს არ მოეპარა. ცალკეულმა ენთუზიასტებმა საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. საზოგადოებრივ ასპარეზზე სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ექვთიმე თაყაიშვილი. 1907 წელს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველი ერის მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მას სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს საეკლესიო სიძველეების გადარჩენისთვის ერთობლივად ეზრუნათ. დასახული მიზნის განხორციელებას ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს აქტიურად ეხმარებოდა. ექვთიმე თაყაიშვილის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. ნაშრომიდან ირკვევა, რომ დიმიტრი ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. დიმიტრი ბაქრაძე აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც დააკვალიანა ექვთიმე თაყაიშვილი და საეკლესიო მუზეუმის გახსნის პერიოდში ის გაეცნო იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც იყო მაშინ საქართველოს კულტურული ვითარება. დიმიტრი ბაქრაძე იყო პირველი ადამიანი, ილიკ ჭავაძესთან ერთად, ვინც მას შეხვდა და ფაქტობრივად დააკვალიანა თუ რა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა. 1899 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო სიძველეების მოძიებაში პირველად მონაწილეობდა. მართალია ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცული დახვდათ, მაგრამ სამთავროს შიომღვიმის ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარეს. მოსახლეობისგან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ გუჯარი შეაგროვეს. დიდია უდიდესი მამულიშვილის ღვაწლი საქართველოს გადარჩენისათვის, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1888 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იტრიის ზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეები შეისწავლა. მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ პარხლის სახარებას, რის მიხედვითაც დაადგინა, რომ შატბერდის კრებული, რომელსაც მე-9 საუკუნით ათარიღებდნენ, მე-10 საუკუნეშია შედგენილი. უამრავი რამ, მათ შორის ახალგორის განძი, ეს ხსენებული შატბერდის კრებული, სხვა ნაკლებად გახმაურებული განძები, რომელიც შემდეგ ბინავდებოდა მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, აი მაშინ ჩაეყარა საფუძველი საეკლესიო მუზეუმს. შემდეგ ეს მუზეუმი ფართოვდება. ექვთიმემ ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა დააზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი. შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფული მასალა.
დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. 1902 წელს იმოგზაურა მან. აი როგორც ჩვენ ვეთქით დაუკლარჯეთში, შემდეგ იმოგზაურა 1907 წელს და ერთ-ერთი უძლიერესი, განსაკუთრებით ძლიერი მოგზაურობა მოაწყო 1917 წელს. აი წარმოვიდგინოთ, რა ვითარება არის საქართველოში. თებერვლის რევოლუცია, სრული ქაოსი არის. ზარბაზნების გრუხონი ისმის, როგორც თვითონ წერს შორიდან, ის მიემგზავრება ამ ექსპედიციაში. სხვათა შორის მან ვერ მოასწრო ამ მასალების გამოცემა. ეს ყველაფერი წაიღო ემიგრაციაში. ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ავტოკეფალისტთა მოძრაობაში აქტიურად ჩაება. ეკლესია მონასტრებში განადგურების პირას მისული ფრესკების შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული ეკლესიების მდგომარეობა. უყურადღებობის გამო მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერს დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. ექვთიმემ ქართველებს გაზეთის ფურცლებიდან მიმართა. ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარა, ერმა თუ ბერმა. გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა. ექვთიმეს მოწოდებამ შედეგი გამოიღო. შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა ჯვრის მონასტერი. ექვთიმე თაყაიშვილი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ახალი ვარიანტი წმინდა ნინოს ცხოვრებისა, ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა გამოაქვეყნა. მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა. ავად ყოფილა ბაბუა შეუთვალა ბატონ ექვთიმეს რომ იქნება ჩამოხვიდა და ნახოთ თბილისიდან ოზურგეთში და ვერ მოახერხა ჩასვლა, გაუგზავნა ექიმი და ბაბუა თურმე წერდა მე რომ შემომეთვალაო რომ რაღაცა ნივთი ვიპოვეო, იმ ნივთისთვის უსათუოდ ჩამოხვიდოდიო და ჩემს ანახავად არ ჩამოხვედიო. ექვთიმე სიხარულით შეხვდა 1917 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. ახლად აღდგენილი ეკლესიის მესოურთა სურვილი იყო ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი თქვა. ექვთიმე როგორც ეროვნულ-დემოკრატი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. როცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ. ყოველი ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 დასაწყისში განხორციელებული არის ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო მეცადინეობით. სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართველი იმის გამო, რომ დაჩაგრულ მდგომარეობაში იყო საქართველო, მაშინ არ მოღვაწეობდა საქართველოში, გასული იყო საქართველოს გარეთ, იგივე ივანე ჯავახიშვილი ავიღოთ. მან შეამზადა ნიადაგი ყოველი იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ უბედნიერესი ქართველი ნაცია ჩვენი კულტურით. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არათუ არ დაუბრუნა საეკლესიო მიწების დაქონება, არამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. აი, როდესაც გერმანელები შემოვიდნენ საფრანგეთის ტერიტორიაში, მან სარდაფში დამალა და გადააყარა ნაგავი, რომ ეს საგანძური არავის არ ენახა. უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც ამ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1919 წლის დასაწყისში საქართველოს კათოლიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს ექვთიმეს. ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიას დიდ განსაცდელშია. ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვევის, მოვალი აიფიქროს მის ბედიღბალზე. ამ განზრახვით მოიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს, უფსკრულის წინაღმართულს. ექვთიმე თაყაიშვილი დიდი გულისწყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და ეკლესიის დასახმარებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა. დიდია მისი ღვაწლი. ასე ვიტყოდით, რომ შეუფასებელია მისი მოღვაწეობა საქართველოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება ეკლესია მონასტრების დაცვის შესახებ.
მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. კომისიის თავმჯდომარედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. მან სულ ყველას დაუმტკიცა საქართველოს სიდიადე და მთელი მოღვაწეობის მანძილზე უკვე ეწვია აღარ დაუტოვა არავის, რომ ყოველივე ეს არის ქართველი ერის მონაპოვარი. ფაქტობრივად ამ ადამიანმა კულტურის გვირგვინი დაადგა საქართველოს. დადგენილების შესაბამისად ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში 2 თვე გაატარა. აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, კაცხის სიძველეები. ბოლოს კი ფოთის, სენაკისა და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ამ მოგზაურობის შედეგად ექვთიმე თაყაიშვილმა საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა, ის იყო სუფთა მეცნიერი, რომელიც მარტო არქეოლოგიით და ისტორიით საქართველოსი და მითი იყო დაინტერესებული და აი რატომ იყო მოქცეული ესეთ წნეხში, ეს ყველასთვის იყო ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვალოცვასაც ვეღარ ასრულებდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილან თბილისის უნივერსიტეტის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულა. ნადგურდებოდა უნიკალური ნივთები, ეს ყველაფერი მისხალ არის აღწერილი ექვთიმე თაყაიშვილის შრომებში. ექვთიმე თაყაიშვილმა რამდენიმეჯერ ჩვენი მენშევიკური მთავრობა შეაწუხა ამის გამო, მაგრამ რა უნდა გაეკეთებია იგივე მენშევიკურ მთავრობას. აი მაგალითად თქვენ ახლა იმყოფებით გურიაში 1919 წელს გადარწვეს შემოქმედის მონასტერი. წარმოუდგენელი ზარალი მიადგა მაშინ შემოქმედის მონასტერს. თვალშორის ქურდები აღმოაჩინეს, მაგრამ მათ ყოველივე უკვე გასაგრებული და გადადნობილი ჰქონდა. რესპუბლიკის მთავრობას ექვთიმეს არც ერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებად დარჩა. მთავრობის გულგრილობით შეწუხებული ექვთიმე გულისტკივილით წერდა. არაერთხელ შევეცადე რაიმე მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისთვის და საეკლესიო ნივთების დაცვა მოვლისთვის. საეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდა. რამდენიმე კრება გავმართეთ. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ადგილობრივი ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი საეკლესიო სიძველეების შენორჩუნებისათვის თაყაიშვილის ზრუნვას ეჭვის თვალით უყურებდა. 1920 წელს გაზეთ „გლდეში“ მორწმუნე ქართველის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში წმინდა ექვთიმეს მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. ცილი დასწამეს, თითქოს ის ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვალოცვის დროს გამოიყენებოდა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო საქმის გამოაკეხილი პრობლემა. ის ძალიან ერიდებოდა ურთიერთობების გამწვავებას და ფაქტობრივად არავისთან შემდეგ მას უკვე და არც თავში რაიმე სერიოზული კონფლიქტი არ ქონია. საერთოდ საქართველო იყო კონფლიქტური საზოგადოება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ ვეფხისტყაოსნის ძველ ხელნაწერებს. მან თავი 17 ხელნაწერს მოუყარა, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით. ეპოქა აიძულებდა ქართველებს ეთიკრად სხვადასხვა მიმართულებით ერთი ნიშანი, რაც გამოარჩევს ექვთიმე თაყაიშვილს, არის ფაქტობრივად შეუცდომელი ადამიანი. ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების, 1920 წელს კი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გამოფენა მოაწყო. სწორედ ეს დაედო საფუძვლად 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს, მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს ემიგრაციაში იმყოფებოდა. მან მოაწყო თბილისში ეს გამოფენა, რომელსაც ფაქტობრივად გამოიწვია ისეთი სიხარული. ქართველებმა თავისი თავი მაშინდელ მოგონებაში წერია აღმოაჩინეს ხელახლა. საერთოდ მთელი მოღვაწეობა ექვთიმე თაყაიშვილის იყო იმიტომ, რომ ჩვენი არაკეთილი მოსულებს დაენახვებია თუ რა მასშტაბის კულტურული ერია საქართველო. საფრანგეთში იმდენი ის არ გადახდენია შევიწროება, როგორც ჩამოსვლის შემდეგ უკვე 50 წლიდან დაწყებული, ქონდა შინაპატიმრობა. ეს ის პერიოდი არის, როდესაც
საზღვარგარეთ ნამყოფი ადამიანები ყველა ეჭვს ქვეშ იყვნენ, რატომღაც ცდილობდნენ, რომ არავისთან არ ქონოდა კავშირები, შეიძლება, იმიტომ რომ ქართულ ემიგრაციასთან, რა თქმა უნდა, ქონდა უშუალო კავშირები და იცოდა ძალიან ბევრი რაღაცები და შეიძლება ამასთან დაკავშირებით არ უნდათ, რომ იმასთან ესეთი კავშირი ქონოდა. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის თავდაპირველად პარიზში დასახლდა. 1922 წლიდან ლევილში ცხოვრობდა და დრო გამოშვებით ოქსფორდში სწავლობდა. თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. თუმცა ნაყოფიერ სამეცნიერო კვლევით მოღვაწეობას აქტიურად განაგრძობდა. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, შემდეგ კი საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. ექვთიმე ნამდვილად ზნეობრივი მაგალითის მიცემი იყო ყველასთვის, ქართველებისთვის და მისი ზნეობრივი წმინდა ცხოვრება ნამდვილად ემსახურებდა იმ დიდ ჯილდოს, რაც 2002 წელს სინოდმა მიანიჭა მას. ექვთიმე არის წმინდანი, ის არის მფარველი სრულიად საქართველოსი, ყველა ქართველის. საზღვარგარეთ გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქროვერცხლის ხატები და თვალმარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური. ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ ოფიციალურად საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად თაყაიშვილი მეურვეობდა. სულ 39 ყუთი განძი ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს სურდათ, მაგრამ ექვთიმე ამაზე არ თანხმდებოდა. მან გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ სასამართლო საქმე მოიგო. ამ უკანასკნელს პრეტენზია ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე ჰქონდა. ემიგრაციაში მას ჰქონდა ძალიან ბევრი დამკოლებები, რომ უნდოდა ამ საგანძურის გატანას ლონდონში, გერმანიაში მუზეუმების კოლექციონერები, მუზეუმების დირექტორები მოდიოდნენ მასთან, ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას უწევდა ექვთიმე თაყაიშვილი. საინტერესო დეტალია დაბადების თარიღად ექვთიმე ღვთისკაცი მიუთითებს 1873 წლის 5 იანვარს. თუმცა კი იქვე შენიშნავს, რომ შესაძლებელია ეს იყოს მისი ნათლობის თარიღი და არა დაბადების. მოკლეულ იქნა გურიის ეპარქიის ღვთისმშობლის ტაძრის სამეტრიკო წიგნი, ანუ საეკლესიო წიგნი. არის ასეთი ჩანაწერი ექვთიმეს დაბადების თაობაზე, კერძოდ მეოთხე თავში, რომ ექვთიმე დაბადებულია არა 1873 წლის 5 იანვარს, არამედ 1872 წლის 5 იანვარს. მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ბებია, დაქვრივებული მამი და უფროსი დადა სიძეს ზრუნავდნენ. ეს ფოტო სახელწოდება იყო გურული აზნაურის ეზო კარბიდამო. როგორც ჩანს, შემდგომ ეს ფოტო მოხვდა ილია თაუბერიძის წიგნში და შემდეგ ეს ფოტო მოხვდა ბატონ გურამ შარაძის წიგნში, სადაც დასათაურებულია, რომ ეს არის ლიხაური ძველი ციხესიმაგრე და თაყაიშვილების სახლკარი, სადაც დაიბადა და იზრდებოდა ექვთიმე თაყაიშვილი. სამწუხაროდ ამ მცირე უზუსტობას მოყვა ის, რომ 2005 წლის შემდეგ გამოცემულ ყველა წიგნში ექვთიმეს შესახებ
ეს ფოტო გადმოტანილია როგორც ექვთიმეს დაბადების ადგილი. ექვთიმეს 3 წლისაც მარცხის შემთხვევია. ხიდან გადმოვარდნილა და ფეხი მოუტეხავს. ამის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაღრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა. ამ ტაძარში მონათლეს ექვთიმე თაყაიშვილი. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანი ხალხის შუამავალი გახდებოდა უფალთან. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს, მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო ვიდრე მაგალითად მოსკოვი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმინდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღეც 3 იანვარი დაწესდა. რთულია ადამიანს მოღვაწეს შეაყვარო, მისკენ მიახედო. ილიად ან ექვთიმე დუქციო, თუმცა დღეს ყველა მიცის ექვთიმე თაყაიშვილი. თუ საარქეოლოგიო ექსპედიციების, ხელნაწერების, აღწერილობისა და სხვა სახის კვლევების ავტორად არა, ეროვნული განძის გადამჩენად მაინც იცნობს. ილია ჭავჭავაძის შემდეგ წმინდანობა და ერისკაცობა არავის ისე არ შეუდუღებია და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს. თუ ილია მიხსნა ქართველიერი რომანოვების რუსეთის იმპერიული ბრწყალებისაგან, ექვთიმემ გადაარჩინა ბოლშევიკური რუსეთის ურდოებისაგან ქართველთა მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური. ამიტომაც შერაცხა ქართულმა მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ ერთიც და მეორეც წმინდანებად. ამიტომაცაა და ალბათ ღრმად სიმბოლურიც, რომ ახლა ისინი მთაწმინდაზე უკვე სამუდამოდ ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, როგორც მისი უგდავი ბინადარნი.